იმ შემთხვევაში, თუ ახალ ციხეში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მათ შორის ეტლით მოსარგებლეებს, პერსონალური ასისტენტის აყვანა ან სხვა მხარდაჭერა დასჭირდებათ, იძულებული იქნებიან ამისთვის კეცხოველის 6-ში არსებული შენობის მე-6 სართულზე ავიდნენ. ამ ამბავში უჩვეულო არაფერი იქნებოდა, რომ არა რამდენიმე გარემოება. შენობის პირველ სართულზე შესვლას ეტლით მოსარგებლე კი მოახერხებს, თუმცა დანიშნულების ადგილზე დამოუკიდებლად ვეღარავა. როგორც ჩვენ ადგილზე შევამოწმეთ, შენობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ადაპტირებული არ არის. კიბეების გამოყენებას კი ეტლით მოსარგებლეები ვერ შეძლებენ, ხოლო ლიფტი არ მუშაობს. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ჯანდაცვის სამინისტროსთვის და აიპ-ისთვის ერთად რეალური ცვლილებისთვის ფართის გამოყოფის შესახებ დღეს იმსჯელა. როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მხარდასაჭერი ცენტრი ამ დრომდეც მე-6 სართულზე იყო. დღეს კი მხოლოდ ახალი ოთახი გამოყვეს. განკარგულებას მხარი დეპუტატებმა კი დაუჭირეს, თუმცა უცნობია აქამდე როგორ სარგებლობდნენ, ან ახლა როგორ ისარგებლებენ მომსახურებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. სხდომა ისე დასრულდა, რომ საკრებულოს თავმჯდომარემ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. ასევე ჩვენ ვცდილობთ დავუკავშირდეთ ჯანდაცვის სამინისტროს, თუმცა აქ ჩვენს ზარებს არ პასუხობენ. დავუკავშირდით ახალციხის მერიასაც და ვკითხეთ, იგეგმება თუ არა შენობის შშმ პირების საჭიროებებზე ადაპტირება. უწყებაში მხოლოდ იმას გვეუბნებიან, რომ ცენტრი შინმოვლის მომსახურებისთვის არის და შესაბამისად შშმ პირები არათუ ადგილზე უნდა მივიდნენ, არამედ მათ ასისტენტების სახლში მიაკითხავენ.